ვინ არის კიევის რუსეთის მემკვიდრე? რუსეთი, რომელიც კიევის სამთავროს დაარსებიდან 300 წლის შემდეგ გაჩნდა, უკრაინა, სადაც მდებარეობს კიევი და მთელი სახელმწიფოს გული, თუ ბელარუსი, სადაც იყო მნიშვნელოვანი ცენტრი პოლოცკის სახით. დღეს სწორედ ამას გავარკვევთ, თუ ვის შეიძლება ეწოდოს კიევის რუსეთის ნამდვილი მემკვიდრე, ტერიტორიის, კულტურის, დინასტიისა და რაც მთავარია, ისტორიული სამართლიანობის გათვალისწინებით. თუ რუკას დავხედავთ, ყველაფერი აშკარაა. კიევის რუსეთის დედაქალაქი თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზეა. ასევე კიევის რუსეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ცენტრები: ჩერნიგოვი, პერესლავი, გალიჩი, ყველა ეს ქალაქი უკრაინაში მდებარეობს. ბელარუსს ეკუთვნოდა მნიშვნელოვანი სამთავრო პოლოცკი. ხოლო რაც შეეხება მოსკოვის სამთავროს მოსკოვიას, ის გაჩნდა ბევრად გვიან, როგორც უკვე აღვნიშნეთ 300 წლის შემდეგ და თანაც კიევის რუსეთის ფარგლებს გარეთ, უგროფინურ მიწებზე. შესაბამისად, დასკვნა ტერიტორიული თვალსაზრისით, უკრაინა გახლავთ კიევის რუსეთის მთავარი მემკვიდრე, ბელარუსი ნაწილობრივი, ხოლო რუსეთი პრაქტიკულად არანაირ კავშირში არ არის ამ აღმოსავლურ სლავურ სახელმწიფოსთან. რაც შეეხება პოლიტიკურ მემკვიდრეობას, იეროსლავ ბრძენის სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი მოგეხსენებად დაიშალა. მცირე ხნით ის გააერთიანა ვლადიმერ მონომახმა, მაგრამ მალე მისი გაერთიანებული სახელმწიფო საბოლოოდ დაიყო 11 დამოუკიდებელ სუბიექტად. მე-12 საუკუნეში კი რუსეთის ისტორიაში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო მოვლენა. ვლადიმირ სუზდალის მთავარი ანდრეი ბოგოლიოვსკი უარს ამბობს კიევის მემკვიდრეობაზე და ვლადიმირს აცხადებს ეგრეთ წოდებულ რუსეთის ცენტრად. სწორედ აქ ხდება განხეთქილება, კიევის რუსეთის პოლიტიკური ცენტრი სინამდვილეში გადადის არა მოსკოვისკენ, როგორც ამას აცხადებენ ფალსიფიკატორი რუსი ისტორიკოსები, არამედ დასავლეთისკენ, კერძოდ გალიჩ-ვოლინის სამთავროსკენ. ხოლო მოსკოვი კი ამ დროიდან ხდება ოქროს ურდოს უპრეტენზიო ვასალი. ანუ კიდევ ერთხელ რომ ხაზი გავუსვათ, გალიჩ-ვოლინის სამთავრო ხდება მონღოლების მიერ განადგურებული კიევის რუსეთის რეალური მემკვიდრე. იქ ინარჩუნებენ რუსეთის მეფის ტიტულს და ამ სახელმწიფოს სატახტო ქალაქები, რომელიც სხვადასხვა დროს იყო გალიჩი, ვლადიმირ ვოლინსკი, ხოლმი, ისინი რჩებიან ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრებად. ამდენად უკრაინა კიევის რუსეთის პოლიტიკურ მემკვიდრეობასაც ინარჩუნებს ამ ხაზით გალიჩ-ვოლინის, ლიტვის სამთავროს და ბოლოს ზაპოროჟიის სეჩის მიმართულებით. მოსკოვი კი ვითარდება ცალკე და არა როგორც კიევის რუსეთის მემკვიდრე. აქ აუცილებლად მინდა ქართველი მაყურებლისთვის მნიშვნელოვან მომენტს გავუსვა ხაზი. ანდრეი ბოგოლიოვსკი, რომელიც აღიარებულია რუსეთის ერთ-ერთ მთავარ წმინდანად, სინამდვილეში როგორც დავინახეთ, სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი სეპარატისტი, რომელმაც პირველად და პირველმა თქვა უარი კიევის მემკვიდრეობაზე და გარდა იმისა, რომ უარი თქვა კიევის მემკვიდრეობაზე, აქ არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო ფაქტი, რომ მან რუსეთის ცენტრად თვითნებურად გამოაცხადა ვლადიმირი, ანუ თავისი სამთავრო და მისი დედაქალაქი. რა იკვეთება აქედან? აქედან იკვეთება ის, რომ ყველა უბედურების მიზეზი, რომელიც მომდინარეობს დღეს რუსეთიდან, გახლავთ იმაში, რომ რუსეთი სინამდვილეში არის სეპარატიზმის შედეგად შექმნილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ახლა რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას. ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ კულტურულ მემკვიდრეობას ინაწილებს სამივე ქვეყანა, მაგრამ აქაც განსხვავებული ხვედრითი წილით. კერძოდ, უკრაინამ შეინარჩუნა ყველაზე უწყვეტი ხაზი: ენა
დამწერლობა, ტრადიციები. ბელარუსმა შეინარჩუნა ნაწილობრივ განსაკუთრებით პოლოცკის ხაზით აღნიშნული მემკვიდრეობა, ხოლო რუსეთმა კი კიევის რუსეთის კულტურა შეაზავა ოქროს ურდოს, ბიზანტიის და უგროფინური გავლენებით, რაც სრულიად განსხვავებულ მოდელს ქმნის. ანუ საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, კულტურა მართლაც საერთო იყო, მაგრამ უკრაინამ ყველაზე ავთენტური ფორმით შეინარჩუნა იგი. როდესაც ვლაპარაკობ ენაზე, მინდა განგიმარტოთ, რომ დღევანდელი უკრაინული ენა ეს გახლავთ სწორედ იმ ენის მემკვიდრე, რა ენაზეც კიევის სამთავროში საუბრობდნენ ძველი კიეველები და ის გახლავთ ნამდვილი, შეიძლება თამამად ითქვას, ნამდვილი რუსული ენა, ანუ რუსის ენა. მოდი ახლა განვიხილოთ დინასტიები, რურიკების, ანუ რურიკოვიჩების დინასტია, რასთან დაკავშირებითაც რუსეთი ხშირად ამაყობს, რომ მოსკოვის მთავრები იყვნენ რურიკის შთამომავლები. ეს მართლაც ასეა, მაგრამ რურიკის შთამომავლები იყვნენ კიევშიც, ჩერნიგორშიც, პოლოცკშიც. დინასტიური წარმოშობა არ შეიძლება გახდეს ამა თუ იმ სახელმწიფოზე ან მის ნაწილზე პრეტენზიის წაყენების საფუძველი. თუ ასე ვიმსჯელებთ, ინგლისს უნდა ჰქონდეს საფრანგეთზე პრეტენზია, რუსეთს ბიზანტიაზე და ასე შემდეგ. მოსკოვი წყაროებში პირველად მოიხსენიება 1147 წელს როგორც პატარა დასახლება. ამ დროს მის მმართველებს არ ყავთ სლავური მოსახლეობა, ისინი კოლონიზაციას აწარმოებენ უგროფინურ მიწებზე. მონღოლური შემოსევის შემდეგ, როგორც ზემოთ ვახსენე, კიევის დასავლეთით მდებარე გალიჩ-ვოლინის სამთავრო ხდება კიევის რუსეთის პოლიტიკური ცენტრი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთი, ანუ მოსკოვის სამთავრო ამ შემთხვევაში, ხდება ურდოს ვასალი, ულუსი. მოსკოვიის მთავრებს მონღოლი ხანები აძლევენ სამთავროს მმართველობის უფლებით. მოსკოველი მთავრები ქორწინდებიან მონღოლებთან და თავს თეთრ ცარებად მოიხსენიებენ. თეთრი ცარი გახლდათ ოქროს ურდოს ოფიციალური ტიტული. ამიტომ არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ დღეს რუსეთის არისტოკრატიაში 20%-ზე მეტი თურქულ-მონღოლური წარმოშობისაა. ამავე დროს ხაზი მინდა გაუსვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. იმ პერიოდში მონღოლთა ვასალობა არანაირად არ იყო გასაკვირი და პრინციპში არც დასაძრახი. მოგეხსენებათ, რომ ნახევარი დედამიწა, მათ შორის საქართველოს სამეფოც მათი ვასალი იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოსგან განსხვავებით და ბევრი სხვა დაპყრობილი ქვეყნისგან განსხვავებით, მოსკოვია ყველაზე ლოიალური ვასალია ურდოსთვის და ყველაზე მეტხანს სწორედ ამ მიზეზით დარჩა ის მონღოლთა ბატონობის ქვეშ. მაშინ, როდესაც გალიჩ-ვოლინურმა რუსეთმა პირველივე შესაძლებლობისთანავე მოიშორა მონღოლური უღელი და ამის წყალობით შეინარჩუნა კიევის მემკვიდრეობა. მოსკოვის სამთავროს ისტორიაში გარდამტეხია ივანე მესამის მმართველობა. ბოლოს და ბოლოს ივანე მესამე აღმოჩნდა ის ლიდერი, რომელსაც მობეზრდა ოქროს ურდოს ვასალობა და მანვე წამოაყენა პირველად პრეტენზია იმაზე, რომ თითქოს მოსკოვი ეს არის ახალი რუსეთი. სწორედ მის დროს იქმნება სიყალბის გამავრცელებელი პირველი ქრონიკებიც, სადაც მოსკოვი გამოყვანილია ცენტრად. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ რუსეთის დეზინფორმაციული მანქანის შემქმნელი, ფუძემდებელი და მისი მამამთავარი გახლავთ ივანე მესამე. იგი ქორწინდება სოფიო პალეოლოგზე, ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის კონსტანტინე მე-11-ის ძმისშვილზე და ამაზე დაყრდნობით მოსკოვს აცხადებს ბიზანტიის მემკვიდრედ. ასევე ის იღებს ეგრეთ წოდებულ სრულიად რუსეთის მეფის ტიტულს და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან ახლავს ძალადობა და დაპყრობები. რაც შეეხება მის მემკვიდრეს, ივანე მე-4-ს, ანუ ივანე მრისხანეთ ცნობილს მსოფლიო ისტორიაში, ის განთქმული იყო მეგალომანიითა და
ტიტულომანიით. ის იგონებს არარსებულ ტიტულებს, სადაც შეყვანილია უამრავი ისეთი რეგიონი, რომელიც მოსკოველებს არათუ არ დაუპყრიათ, არამედ ფეხიც არ დაუდგამთ არასდროს. მოსკოვის სამთავროს დიპლომატები ევროპაში დაჟინებით მოითხოვენ ამ არარსებული ტიტულების აღიარებას, რომ შექმნან ეგრეთ წოდებული იმპერიის მემკვიდრის, ანუ ბიზანტიის მემკვიდრის იმიჯი. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? მოსკოვია ეს არის ახალი სახელმწიფო, რომელიც არასდროს არ შედიოდა კიევის შემადგენლობაში და რომელიც არასდროს არ ფლობდა კიევს, არასდროს არ იყო ნაწილი კიევის ოქროს ხანის და არასდროს არ ლაპარაკობდა, ამას მინდა ხაზი გავუსვა, არასდროს არ ლაპარაკობდა ძველ რუსულ ენაზე, ანუ იმ ენაზე, რომელზეც მეტყველებდნენ და ქმნიდნენ თხზულებებს კიევში. ისტორიის გაყალბების მწვერვალი შედგა საბოლოოდ პეტრე პირველის დროს. ის ცვლის ყველაფერს, პირველ რიგში ქვეყნის სახელს. სახელი მოსკოვია იცვლება სახელით რუსეთი, ანუ რუსია. მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსკოვია ჟღერს აზიურად, სწორედ ასე ამბობდა პეტრე პირველი და მას აგონებს ოქროს ურდოს პერიოდს. ხოლო რუსეთი, უпростоრად რუსია, როგორც ბიზანტიელები უწოდებდნენ, ჟღერს ბიზანტიურად, ევროპულად, ცივილიზებულად. ამავე დროს იცვლება ასევე გერბი, იცვლება ტიტულები, სამოსი, ენა, ყველაფერი იცვლება, რათა გადაიფაროს მოსკოვიის აზიური, მონღოლური წარსული და შეიქმნას კიევის მემკვიდრის ილუზია. მინდა ერთ გარემოებასაც გავუსვა ხაზი, რაც შეიძლება ქართველი მაყურებლისთვის იყოს ნაკლებად ცნობილი. ტერმინები რუსკი, ანუ რუსკი 1S-ით და რუსკი 2S-ით არ არის ერთი და იგივე დატვირთვის მქონე. რუსკი 1S-ით ნიშნავს კიევის რუსეთის ეპოქას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ამ სახელმწიფოსთან. ხოლო რუსკი 2S-ით ეს არის მე-18 საუკუნის კონსტრუქტი, როდესაც მოსკოვმა გადაწყვიტა სხვისი ისტორიის მიტაცება. მოკლედ, კიევის რუსეთი ეს უკრაინელი ერის მემკვიდრეობაა, რუსეთი კი მოსკოვიის მემკვიდრეა, რომელიც აღმოსავლეთში ოქროს ურდოს გავლენით ჩამოყალიბდა და ვერასდროს მიაღწია კიევს. ისტორია არ უნდა გახდეს პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. ის სარკეა, სადაც უნდა ჩავიხედოთ და დავინახოთ ჩვენი ნამდვილი სახე. კიევის რუსეთი იყო აღმოსავლეთ სლავების სახელმწიფო. მისი გული კიევი და ყველა კულტურულ-პოლიტიკური ცენტრი მდებარეობს თანამედროვე უკრაინაში. უკრაინელები მეტყველებენ იმავე ენაზე, რაზეც კიევის რუსეთში და გენეტიკურადაც წარმოადგენენ კიეველი რუსების შთამომავლებს. შესაბამისად, კიევის რუსეთი არის უკრაინის და არა მოსკოვიის, ანუ მოსკოვის რუსეთის მემკვიდრეობა. როდესაც აფხაზეთზე ერთ-ერთ ჩემს პირველ გადაცემას ვამზადებდი, სადაც საუბრობდი აფსუების მიერ აფხაზეთის ისტორიის და ისტორიული აფხაზების, ანუ ქართველების იდენტობის მიტაცებაზე, მაშინ ისტორიის და იდენტობის ქურდობის მაგალითად სწორედ მოსკოვიის მიერ კიევის რუსეთის ისტორიის და იდენტობის ქურდობა მოვიყვანე. როგორც ჩანს, გარდა წმინდა მტაცებლური და იმპერიული მოტივისა, რომელიც საფუძვლად უდევს რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის აფხაზეთის წართმევას, არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მიზეზიც. თავად სეპარატისტს, სხვისი ისტორიის და იდენტობის მიმტაცებელ მოსკოვს კარგად ესმის კოლეგა სეპარატისტი აფსუების და შინაგანადაც სრულიად უჭერს მხარს. თუ მოგწონთ ისტორიის ასეთი სამართლიანი ხედვა, მოიწონეთ ვიდეო, გაავრცელეთ ის სოციალურ ქსელებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი. მადლობთ ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ გამოშვებაში.